ეგრეთებული საფთიაგო ნარკომანიის საგანგაშო მაჩვენებელი და ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა. მედიკამენტები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს, რეცეპტების გარეშე აღარ გაიყიდება. საკითხს მხარს უჭერს მთავრობა ინიციატივა მოსწონთ სპეციალისტებსაც, თუმცა ნარკოლოგების რჩევა სახელმწიფო მკაცრი რეგულაციების ნაცვლად მკურნალობის მათ შორის მეტადონის პროგრამა გააფართოვოს. ლევან ფოჭხუა მუშაობდა თემაზე. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების რეცეპტის გარეშე აკრძალვის ინიციატივას იზონებს პროფესორი გელა დეჟავა. ნარკოლოგი მიიჩნევს, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნარკოდამოკიდებულების საგანგაშო რიცხვი სწორედ საქართველოშია. ნარკოლოგი ითხოვს, რომ სახელმწიფომ სპეციალური კომისია შექმნას, რომელიც ფსიქოტროპული წამლების საჭიროების რაოდენობა შეისწავლის. კიდევ ერთი ინიციატივა კი მეტადონის პროგრამების რიცხვის მატებას ეხება. ვიღაცა ვინც არის მძიმე დაავადებული და ვისაც არ შეუძლია ერთიანად შეწყვეტა, იმას შეიძლება დახმარება. დახმარება ჩვენ იმის საშუალება არ აქვს ხა იმათ რომ უკურნალოთ და თანაც ეს კურნალობა რთული და ამიტომ ჩემი აზრით აუცილებელი არის გაეზარდოს მეტადონური პროგრამები. აფთიაქის დახზე განთავსებული ნებისმიერი ესამალი მომხმარებელმა შესაძლოა ისე მიიღოს, რომ მან არც კი იცოდეს, რომ ზოგიერთი მისი კომპონენტი შესაძლოა ფსიქოტროპულ ან ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდეს. თუმცა მათ, ვინც წამალ შეგნებულად ნარკოტიკული თრობის მიზნით ყიდულობს, სახელმწიფო შეძენის პირობებს ურთულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად საერთო კანონპროექტი შეიმუშავა. კურსდარ ნარკოტიკების დამზადება, რომელიც იყო კონტროლო, ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ხდებოდა ამის რეალიზაცია, გაყიდვა, რეცეპტის გარეშე ამის რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის პასუხისმგებლობას და 15-დან 20 წლიდან ფარმაცევტული საქმიანობის საგზავნოს. ეფედრინის შემცველი მედიკამენტები მეორე ჯგუფიდან გადაინაცვლეს პირველ ჯგუფში, რაც ნიშნავს, რომ მათზე გავსევდება შემდეგი რეგულაციები. რეცეპტის მკაცრი გაცემა ისეთივე როგორც ნარკოტიკებზე, მეორე ის რომ გამკაცდება სანქციები ურეცეპტოს გაცემაზე და ესეთი სანქციები უკვე დაექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას სახელმწიფო ახალი რეგულაციით აპირებს. რეცეპტის გარეშე აიკრძალება ნებისმიერი იმ პრეპარატის შეძენა, რომელიც თუნდაც მცირე დოზით ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს. ჩამონათვალი დიდია. ფარმაცევტული ინსპექტორების სამმართველოში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის შემოღების მიზეზი ნარკოდამოკიდებულების საგანგაშო მაჩვენებელია. სამკურნალო პრეპარატებზე მათ ხელი ადვილად მიუწვდებათ. 2013 წლის განმავლობაში იმპორტირებული რაოდენობა შეადგენს 1 ნოემბრის ბრამდე მონაცემებით 7 მილიონ ნახევარ ტაბლეტს დაახლოებით, ასე რომ ჩატარებულმა ღონისძიებამ გვაჩვენა, რომ პრაქტიკულად წლის განმავლობაში შემოსული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების სრული რაოდენობის ურეცეპტოდ გაცემა გვაქვს პრაქტიკულად სახეზე. შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტი დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილეს. თემაზე მოსმენები უკვე პარლამენტში გაგრძელდება. კანონპროექტის ინიციატორები ახალი რეგულაციის ამოქმედებას სავარაუდოდ 1 მარტიდან ვარაუდობენ.